სახელმწიფო უკვე განსაკუთრებით ზრუნავს ამ პატარებზე. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სადოქტორო დისერტაციების ხარისხის ამაღლებაზე იმშელეს. კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ჯიპას და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე ქვეყნის ნოვაციური პოტენციალის განვითარებაში ხარისხიანი სამეცნიერო განათლების როლზე ისაუბრეს. ღონისძიებაში განათლების ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ასევე განათლების სფეროში მოღვაწე სპეციალისტები მონაწილეობდნენ. გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებში განსაკუთრებით გამოყოფდი სადოქტორო ამჭრილობის უზრუნველსაყოფად. აქ არის საბოლოო ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ამაღლების მიზნით თუ სამეცნიერო კვლევები, თუ სადოქტორო ნაშრომები, მათი იმპლემენტაცია არ მოხდება აი ამ სფეროში. რეალურად წინსვლა წარმოუდგენელია ეკონომიკის და ბიზნესის. ამიტომ აუცილებელია სამეცნიერო პოტენციალის ამაღლება და მისი ინტეგრაცია ეკონომიკასა და ბიზნესში. ეს არის ის მიმართულება, სადაც დღესდღეობით პრობლემები გაგვაჩნია, ამიტომ რაც მალე დავიწყებთ ამაზე მუშაობას და მუშაობა დაწყებულია, უბრალოდ ძალიან კარგია, როდესაც უნივერსიტეტი აკეთებს ამის ორგანიზებას და დაინტერესებულია, რომ მისი სადოქტორო ნაშრომების ხარისხი გაიზარდოს, კვლევის კომპონენტი წინ წამოიწოს. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ახალი ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტები, რომელიც ხარისხის ცეკვა შეიმუშავა და არის თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან, ზუსტად აქცენტს აკეთებს ამ საკითხებზე და ეს გვინდა არ გვინდა ნელ-ნელა სავალდებულო უნდა გავხადოთ. სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ოლიმპიადაში ბაკალავრიატის სტუდენტები მონაწილეობენ. ორგანიზატორი ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრია. ფინალური ტური